ოქროს ბურთი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ და ღირებულ ინდივიდუალურ ჯილდოდ ითვლება ფეხბურთში. 2007 წლამდე მასზე ხმის მიცემის უფლება მხოლოდ საფეხბურთო ჟურნალისტებს ჰქონდათ და ძირითადად ევროპულ ჯილდოდ მოიხსენიებოდა, თუმცა იმ წელს FIFA-ს მსოფლიო ფეხბურთელის ტიტულთან გაერთიანებით უკვე გლობალური სტატუსი მიიღო. ამავე წლიდან ყველა პროფესიონალ ფეხბურთელს მსოფლიოს ნებისმიერი კლუბიდან შეეძლო მონაწილეობა, ხოლო ხმის მიცემის უფლება ფეხბურთელთა კაპიტნებსა და მწვრთნელებსაც მიეცათ, თუმცა 2016 წელს პროცესი კვლავ მხოლოდ ჟურნალისტებს დაუბრუნდათ. 2022 წელს წესები შეიცვალა, გამარჯვებული აღარ განისაზღვრება კალენდარული წლის მიხედვით, არამედ საფეხბურთო სეზონის შედეგებით. ხმის მიცემის უფლება მხოლოდ FIFA-ს რეიტინგის ტოპ 100 ქვეყნიდან თითო ჟურნალისტს აქვს. 2024 წლიდან ცერემონიას UEFA განაგებს, თუმცა ხმის მიცემის სისტემა და დასახელება France Football-ს დარჩა. ჯილდოს გადაცემის კრიტერიუმებია ინდივიდუალური შედეგები და გადაწყვეტილების მიმღები მოქმედებები, გუნდური წარმატებები და მიღწევები, ასევე კლასისა და fair play სტანდარტების დაცვა. მიუხედავად ამისა, ხშირად ის პოპულარობის კონკურსად აღიქმება, რადგან სისტემურად უპირატესობა შეტევით ფეხბურთელებს ენიჭებათ და მისი გამარჯვებულები სულ უფრო მცირე ჯგუფიდან მოდიან, ძირითადად ტოპ 5 ჩემპიონატის ლიგებიდან. წლევანდელი დაჯილდოების მთავარი ფავორიტი ტრებლის მომგები PSG-ს შემტევი უსმან დემბელე იყო, რომელიც ასევე წყალი მთის ერთ-ერთი სახეცაა და ფავორიტის სტატუსი გაამართლა კიდეც, ვინაიდან საკმაოდ შთამაგონებელი ისტორია აქვს. როცა გაბრიელ ანომ და ჟაკ ფერანმა 1956 წელს გადაწყვიტეს ევროპაში საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოება შეექმნათ, ეს France Football-ის გაყიდვებისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე თვითონ სპორტისთვის. Ballon d'Or-ი, როგორც მას ფრანგები უწოდებენ, ღმერთების მიერ არჩეული საუკეთესო მოთამაშის ჯილდო არ არის. ეს არის ჟურნალისტების მიერ შექმნილი ნარატივის ძიება. სწორედ აქ ჩნდება დემბელე. 2017-ში მოზარდობისას ის მსოფლიო კლასის ფენომენად მოიაზრებოდა, შემდეგ ბარსელონაში დაკარგული ტალანტის სახელი მიეკერა, რომელიც მოედანზე დიდ დროს ლაზარეთში ატარებდა. ახლა 28 წლის ასაკში ის მაღალი პრესინგის ტექნიკურად დახვეწილი ორივე ფეხით ოსტატურად მოთამაშე ლიდერია, რომელიც PSG-ს შეტევას სათავეში უდგას. მისი 2024-25 წლების ისტორია არის ბიჭის კაცად გადაქცევა და შემდეგ დამპყრობლად ჩამოყალიბება. ეს ძალიან ძლიერი ნარატივია, თანაც წარმატება ჩემპიონთა ლიგაზე ან საერთაშორისო ტურნირზე რჩება გადამწყვეტ ფაქტორად, რაც ასევე დემბელეს წისქვილზე ასხავს წყალს. 2023 წელს დემბელეს გატანილი ბურთების მხრივ სტატისტიკა განსაკუთრებით შთამბეჭდავად არ გამოიყურებოდა. კარიერის განმავლობაში ლიგაში ორნიშნა მაჩვენებლისთვის მხოლოდ ერთხელ მიაღწია, ხოლო ყველა ტურნირზე ერთად მისი მაქსიმუმი 14 გოლს შეადგენდა. ყველაფერი შეიცვალა გასული სეზონის შუაში, როცა ლუის ენრიკემ ის ეგრეთ წოდებული ცრუ ცხრიანის პოზიციაზე გაამწესა. ზამთარსა და გაზაფხულზე დემბელემ 22 მატჩში 27 გოლი გაიტანა და სეზონი 35 ბურთით დაასრულა, რითაც PSG-ს ისტორიული ტრებლი მოუტანა. ერთხელ ინდივიდუალისტად მოხსენიებული ფეხბურთელი გუნდური პრესინგის სიმბოლოდ გადაიქცა. 28 წლის ფრანგმა, რომელსაც კარიერის განმავლობაში არაერთი დაბრკოლება ჰქონდა, იგივე ტრამვები ბარსელონაში თუ დისციპლინის პრობლემები დორტმუნდში, ბოლოს პარიზში იპოვა საკუთარი ადგილი, სადაც თავისი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინა. შედეგად დემბელე მეექვსე ფრანგი გახდა, ვინც ეს ჯილდო მოიგო და პირველი ჟან-პიერ პაპენის შემდეგ, რომელმაც 1991 წელს იგივე მოახერხა ფრანგული კლუბის მაისურით. მისი უმთავრესი კონკურენტი ლამინ იამალი კი პირველი ეტაპისთვის მხოლოდ ზედიზედ მეორე კოპას ჯილდოს, ანუ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზს დასჯერდა და თუ კი ასე გააგრძელა, არ არის გამორიცხული ფეხბურთის ისტორიაში ამ ჯილდოს მომგები ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშის რეკორდით დაისაკუთროს. ჩვენთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია უსმანის ქართველი თანაგუნდელის ხვიჩა კვარაცხელიას პოზიცია, რომელმაც საკუთარი შედეგი გააუმჯობესა. 24 წლის კვარაცხელია მეორედ იყო ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს 30 ნომინანტს შორის. 2023 წელს, როდესაც ის ჯერ კიდევ ნაპოლის წევრი იყო, საბოლოოდ 6 ქულა მიიღო და მე-17 ადგილი დაიკავა. ამჯერად პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავის შედეგი გაუმჯობესდა. ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მე-12 ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, France Football-მა ოქროს ბურთის შედეგებისას მხედველობაში მიიღო 2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 13 ივლისამდე პერიოდი. ამ დროში ქართველმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ნაპოლის, PSG-ს და საქართველოს ნაკრების მაისურით 58 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 15 გოლით და 12 საგოლე პასით გამოირჩა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მესი რონალდუს ეპოქა დასრულდა და გამარჯვების გარშემო რეალური დებატია. ამან პოზიტიური განახლება მოიტანა, თუმცა ევროპული ფეხბურთის ფინანსები რამდენიმე კლუბშია კონცენტრირებული და სისტემაც მათ სასარგებლოდაა აწყობილი. PSG-ს მაგალითი ამას ადასტურებს. 10 წლიანი შეცდომების მიუხედავად რესურსები მაინც საკმარისი იყო გადაკეთებისა და გამარჯვებისთვის. ცნობისთვის გეტყვით, რომ ინდივიდუალურ ჯილდოთა უდიდესი ნაწილი სწორედ გასულ სეზონში პარიზული კლუბის წარმომადგენლებს ერგოთ, იგივე წლის მეკარედ ჯანლუიჯი დონარუმა, წლის მწვრთნელად ლუის ენრიკე, ხოლო წლის კლუბად კი პარი სენ-ჟერმენი დასახელდნენ. ოქროს ბურთით დაჯილდოება ერთი წლით დაგვემშვიდობა და მომავალი წლის გამარჯვებულის ვინაობას დიდწილად მსოფლიოს ჩემპიონატზე გამორჩეული პერფორმანსების ავტორები გადაწყვეტენ.